ალეკო ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება და მიჩნეული უნდა იყოს პოლიტიკურ პატიმრად. ეს საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებაა, რომელმაც შეისწავლა პოლიტიკოსის საქმე. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, მოქალაქეების ლიდერის პიროვნების, მისი პოლიტიკური კუთვნილების, უკანასკნელ წლებში მმართველ პარტიასთან მისი სისტემატური კონფლიქტისა და სხვა კონტექსტუალური გარემოებების გათვალისწინებით ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ელისაშვილის გამტყუნება არა სხვისი ქონების დაზიანების არამედ ტერორისტული აქტის მუხლით შესაძლოა მიზანმიმართულად მოხდა, რათა სამაგალითოდ დასჯილიყო როგორც პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი და ასევე დაეზიანებინათ მთელი პროდასავლური ოპოზიცია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილი დამნაშავე ეცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში და 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენის სამართლებრივი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაასაბუთა ტერორისტული მიზნის არსებობა. შესაბამისად, მის მიმართ სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა კონვენციური უფლებები. ეს გარემოება წარმოშობს საფუძველს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს დაადასტურა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს და რეალურად სწორი შეფასება წაიკითხოს და ნახოს, თუ როგორ ხდება რეალურად პოლიტიკოსის დევნა პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამას მრავალი თვის განმავლობაში უხსნიდით საზოგადოებას, უხსნიდით თვითონ სასამართლოსაც, თუმცა რა თქმა უნდა სასამართლო მიიღო არასწორი, უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და მიხარია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გაიზიარა ადვოკატების პოზიცია, შეისწავლა განაჩენი, რომელიც მიიღო სასამართლომ და ამ განაჩენის შესწავლიდან მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი.